9 აპრილის ტრაგედია. 1989 წლის 9 აპრილს მოხდა საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევა. მომიტინგეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მომიტინგენის ფონზე არ ყოფილა არც ერთი ვანდალური შემთხვევა, მაგრამ მთავრობა მიხვდა, რომ მათი დაშლა მხოლოდ ფიზიკური ძალით შეიძლება. 8 აპრილის მომიტინგეები ჯერ მთავრობის მიერ იყვნენ გაფრთხილებული. 9 აპრილის დილიდან მომიტინგეების წინ გამოვიდა ილია მეურვე, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაშლისაკენ, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მთავრობა ძალას გამოიყენებდა. 9 აპრილის საღამო გამოირჩეოდა ხალხის სიმრავლით, თუმცა ჯერ კიდევ 2 დღით ადრე მოსკოვში გადაწყვეტილი იყო, რომ ძალა გამოიყენებოდა. მომიტინგეების დარბევას საქმეს სათავეში ჩაუდგა გენერალი როდიონოვი. ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა 2550 ჯარისკაცი და ჯავშან ტექნიკა, მათ შორის 8 ბომბსარწყოცი რაკეტები. მოქმედება ხდებოდა როსტოვის გამზირზე. ამ დარბევას მოჰყვა 21 გარდაცვლილი და 427 დასახინჯრება. 1991 წელი 9 მაისი დამოუკიდებლობა აღდგა. 15 რესპუბლიკიდან საქართველო იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობას მიაღწია. ამის შემდეგ ასეთივე ბრძოლით დამოუკიდებლობა მოიპოვა ბალკანის ქვეყნებმა. ახლა კი ვნახოთ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ როგორ გამოუაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, არავდეს ღმერთი!